მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით კვლავ ხორეკა ჩემპიონატიდან. ეს არის რიგით მეორე სათამაშო დღე, რომელსაც გახსნიან ლიბო გრუპისა და მარკო ჰოთელის გუნდები. გაგაცნობთ ძირითად შემადგენლობებს. დავიწყოთ ლიბო გრუპით. გიორგი ჟვანია 4 ნომერი, ჯუბა ფრუიძე 88 ნომერი, ილია გორდაძე 23 ნომერი, ნიკა ზაქარიაძე 11 ნომერი, ნიკა ბაბაკიშვილი პირველი ნომერი, მეკარე აზო კორძაძე 14 ნომერი. რაც შეეხება მარგო ჰოთელს, ბექანონიკაშვილი მეკარე 37 ნომრით, ზურა ვარდუაშვილი 99 ნომერი, თორნიკე დევიძე 14 ნომერი, თემურ ვარდუაშვილი 2 ნომერი, კახაბერ გოგოხია 13 ნომერი და რატი ჩარგაზეა 22 ნომერი. არჩევან გუნდები მხარებს ბურთს და დაიწყება შეხვედრა. გადაიღებენ გუნდები ფოტოებს და სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ჩვენი შეხვედრა. ორედი ფაქტი, რაც შეგვიძლია თქვა ამ გუნდებზე, წინა ტურნირი არც ისეთ ცუდი ქონდათ გუნდებს. და ასე უნდა აღნიშნოთ, რომ მარგო ჰოთელის მეკარე ბექანონიკაშვილი გახდა წინა სეზონის, კერძოდ მესამე სეზონის საუკეთესო მეკარე. ძირითადად მცირე ცვლილებები არის გუნდებში, თუმცა ძირითადი ფიგურავი მაინც უცვლელია. ამ გუნდებისთვის ასეთი ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გვეუბნება დღეს, ასე რომ მივადევნოთ თვალყური და დავტყვეთ ამ სანახაობით. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ მარგო ჰოთელის ასევე მარგო ჰოთელის კაპიტანი იწყებს სადარგოს გამიდან მიხეილ უშოთიშვილი, ხოლო ლიბო გრუპის კაპიტანი ნიკა ზაქარიაძე 11 ნომრით სტადიონზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დაიწყო შეხვედრა, დაიწყო მარგო ჰოთელმა. ისინი არის სწორედ ბურთით, მათი 2 ნომერი მარცხენა ფლანგიდან პოზიციურ შეტევაზე, გრძელი გადაცემა, ქვეშ შეწყდა მარგო ჰოთელის 22 ნომერი ბურთს და საბოლოოდ აუტი მოიპოვა ლიბო გრუპმა. მათი მეკარეც საკმაოდ გამოცდილი და ძალიან კარგია, კარგად გამოიყურებდა იგი წინა სეზონზე. აქ მივადევნოთ თვალყურ შეტევას. ძალიან კარგი გამოზრდილი გადაცემა ლიბო გრუპის 4 ნომერზე, დარტყმა შორეული, ეს პირველი დარტყმა კარისკენ. თუმცა არაზუსტი. წავე იყო ასე თუ ისე ეს შეტევა გიორგი ჟვანია იყო ბურთით და აქტიური ამ მომენტში. მარგო ჰოთელი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გათამაშება, უკან დაუბრუნდა ბურთი 2 ნომერმა. მარგო ჰოთელის 99 ნომერს და ძალიან კარგი არის აქ პრესინგზე ლიბო გრუპი. კიდევ ერთი დარტყმა და მეკარე ფანტასტიკურად თამაშობს. კიდევ ერთხელ გაამტკიცა ბექანონიკაშვილმა, რატომ იყო ის წინა სეზონში საუკეთესო მეკარე ტურნირის, გააქვა ბურთი ხელებში. ისევ ის არის ახლა ბურთით. ძელი გადაცემა, ნახოთ შეიმაგრებს ბურთს მარგო ჰოთელის 30 ნომერი. კარგად შემაგრა ბურთი, მოატრიალა, კარგი გათამაშება მარჯვენა ფლანგზე, ახლა ისევ ყველა ხაზიდან პოზიციურ შეტევას იწყებს მარგო ჰოთელი. მარჯვენა ფლანგით, მოდი 13 ნომერი კარგი არის აქ ლიბო გრუპი პრესინგზე, თუმცა საბოლოოდ დაიკარგა ბურთი მარგო ჰოთელის შეტევაში. პირველად გადავიდნენ მგონი ისინი ეტოპის ნახევარზე ბურთით ობელობაში. საბოლოოდ დარტყმა, მაგრამ აისყოდა ბურთი ლიბო გრუპის მოთამაშისგან და საბოლოოდ აუტი. კარგად გაითამაშეს დარტყმა. ბურთი ძლიერად წავიდა კარისკენ, მაგრამ ძალიან რაზუსტი იყო ეს ტრაექტორია და საბოლოოდ დარტყმა კარიდან. შეიყვანა ბურთი თამაში ლიბო გრუპის მეკარემ, მარჯვენა ფლანგიდან 23 ნომერი ისე მეკარეზე გადაცემა. პოზიციურ შეტევას ამზადებს ლიბო გრუპი. ხოლო მეკარე ბაბაკიშვილი გადაცემა არაზუსტია, გააქტიურდნენ ლიბო გრუპის გოლშემატკივრები, თუმცა მალევე დაყარეს ფარხმალი, იქნება ასეთი მომენტები რა თქმა უნდა. კარგი არის მარგო ჰოთელის შეტევაში, კარგი გათამაშება მათი 22 ნომერი, ვნახოთ რას მოიფიქრებს, რას მოქმედებს. რატი ჩარგაზია იყო ბურთი, თუმცა
ვერი ხეირა მან ამ მომენტით საბოლოოდ ისე პოზიციურ შეტევაზე ალიბო გრუპი კარგად გაითამაშეს ბურთი მარჯვენა ფლანგიდან ხოდ მოდის ცენტრში წვდი გადაცემა მაგრამ მაინც შეემაგრეს ბურთი და ისევ ტექნიკური წვდი გადაცემაში საბოლოოდ აუტი მოიპოვა ხო ჯერჯერობით ნიკა ზაქარიაძე არცი აქტიური არის მიუხედავად იმისა რომ ისგან უფრო მეც ელოდებიან გულშემატკივრები მარჯვენა ფლანგიდან ლიბო გრუპის 4 ნომერი საბოლოოდ ისე უკან დახიეს მან ბურთი და ისე პოზიციურ შეტევას დაეწყებს ლიბო გრუპი ჯუბა ფრუიძე ბურთით კარგად ეცემა ნიკა ზაქარიაძე ნახოთ სტაცია გაისწორებს თუ არა მარცხენა ფეხზე მაგრამ არ მარტივად დაართვა არგოთელის მცველმა ბურთი დათმა კარგი იყო ეს მომენტი მაგრამ ნიკა ბაბაკიშვილმა უპასუხა სეივით არგოთელის მეკარეს აღარაკან კარგი სეივი იყო მას გააქვა ბურთხელში ორივე მეკარეს ყავს ძალიან ორივე გუნდს ყავს ძალიან კარგი მეკარეები ეს ფაქტია ამტკიცეს კიდეც მათ ეს ფაქტი საწყის წუთებში ისე მარგოჰოტელი ბურთით მარცხენა ფლანგიდან გაძვრა ფაკუდა შორის მათი 13 ნომერი მაგრამ საბოლოოდ თიკოს დაეკარგა ბურთი მაგრამ ბურთის კვლავ ისინი არიან ნის ცენტრიდან საკუთარ ნახევრიდან გზელი გადაცემა 13 ნომერზე შეიძლება დარტყმა მარცხენა ფეხზე ვერ გაისწორა საბოლოოდ არ გამოვიდა და ძალიან კარგი კონტრიერიში ლიბო გრუპის მხრიდან დარტყმა კარის მიმართულებით და არაზუსტი შოუ კუთხეში უყავდა იქ მეკარისგან მაგრამ არაზუსტი იყო ეს დარტყმული აუ მარგოჰოტელი ხო თამაშის ტემპი არც ეს რაფია მეოდენო თვალყური ამ შეტევას იგი გათამაშება 14 ნომერი ბურთით დარტყმა კარის მიმართულებით ისე ვიგერიებს ბურთს ნიკა ბაბაკიშვილი საბოლოოდ ბურთით რჩება ვინ მარგოჰოტელი ხო ტემპი არ არის სწრაფი თუმცა საკმაოდ ტაქტიკურად თამაშობენ გუნდები უფრთხილებიან ბურთს ვინაიდან ერთი გოლით სამ გუნდებს შორის ძალიან ბევრი რამეს ნიშნავს და კარგი იყო ჩანაფიქრი მაგრამ არ გავიდეს გადაცემა კარგი არის ჩაჭრაზე ლიბო გრუპის 23 ნომერი კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა თუმცა საბოლოოდ გაერყვა სიტუაციაში მარტივად მარგოჰოტელი 3 ნომერი საბოლოოდ მაინც ბურთით არის ლიბო გრუპი ზაქარიაძე გაითამაშა ედელი ძალიან ცუდი გადაცემა აქ ლიბო გრუპისგან მაგრამ კარგი არის დაცვაში აზო კორძაძე ლიბო გრუპის 29 ნომერი რაღაც იტკინა ეს ეროზული არ იქნება არაფერი წამოდგა გაგრძელებს იგი თამაშს მოხერხდა თამაშის გაგრძელება ისევ მარგოჰოტელი ძალიან მცირე ოპერაციაა აქ მარგოჰოტელს ბურთის ფლობაში კარგი გათამაშა მომიცეთ შევ ნომერი მარტოა დარტყმა კარის მიმართულებით ძელი დამატებაზე და ძალიან სულად დაარტყა ეხლა მიხვდეთ იმისა რომ თითქმის არავინ უშლიდა პრაქტიკულად სარიელ კარში ვერ მოახერხა მან ბურთის გატანა ის გახდა მარგოჰოტელის 13 ნომერი ახაბერ გოგოხია მოხდება ეს რაღაცები სწორედ ისა ახლა ამ მომენტში კარგი იყო ჩაჭრაზე მაგრამ ვერ გაუგეს მან და მისმა თანაგუნდელმა ერთმანეთს საბოლოოდ კარგი გენიალური გადაცემა ლიბო გრუპის 4 ნომერი დარტყმა კარის მიმართულებით ძალიან კარგი არის დაცვაში 14 ნომერი და საბოლოოდ ორსტები ეს არის აუტი საჭოდ გადაყვეთა უკან მოვიდეს ფარგლები ნახოთ რას მოიფიქრებს აქედან ლიბო გრუპი 88 ნომერი უკან პასი აზო კორძაძეზე ნიკა ზაქარიაძე კარგი იყო ჩანაფიქრი თუმცა არ გავიდეს გადაცემა ისევ ნიკა ზაქარიაძე ბურთით საბოლოოდ უკან მოუწიათ ბურთის დახევა და ისევ ნიკა ზაქარიაძე უკანასკნელი ცხოვა თამაშობს იგი ძალიან არაზუსტი გადაცემა ხდება ეს რაღაცა ძაღლ ეს გამოსული მოთამაშის გარკვეულს არის ნიკა ზაქარიაძე გუნდის მთავარი შემოქმედი გუნდის კაპიტანი და ის ჩამგმელი ისე მარგოჰოტელი ისე დაბალი ტემპი გარეზე პრესინგი კარგად გაერკვა ამ სიტუაციაში მარგოჰოტელის მეკარე კარგად გაითამაშეს ეს ბურთი ნახოთ რას მოვიფიქრებენ აქედან მარჯვენა ფლანგიდან კარგი გადაცემა დარტყმა და შეაგდო მარგოჰოტელმა ძალიან კარგად ამოვიდა ამ შეტევაში მარგოჰოტელი დაიწყო მეკარიდან და ძალიან კარგად დაასრულეს მოთამაშეებმა გოლის ავტორი გადის ოედმინდან მარგოჰოტელის 2 ნომერი თემურ ვარდუაშვილი მან გაიტანა სწორედ გოლი როგორც ამშა და შემოდის გუნდის კაპიტანი მიხეილ ურჩუხიშვილი მოედანზე ისიც საკმაოდ გამოცდილია რა თქმა უნდა გვახსოვს მისი თამაში თუნდაც ფინალში ტურნირის საქმე მოთხოვნა ამ შეტევას ნიკა ზაქარიაძის ქონა მომენტა გარეთ საჯარიმოც გარეთ თამაშობს ხელით მეკარე და ეს ზოგადად წითელი ბარათი იჭება მეკარის საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მაგრამ ამ მომენტში ლევანი დაინდო არც ყუთელი არ აჩვენა საინტერესოა ნამდვილად ეს ფაქტი სიმხრიდან
გუშინაც იყოავს ინციდენტი საჯის მხრიდან კერძოდ ჰოთელისგან ფეხით პასის შემდეგ გადაინიშნა დაკმა და ხარიხა რა კარგად გაითამაშეს ბურთი ლიბო გრუპის მოთამაშეებმა კარგად გააკეთა ყველაფერი ნიკა ზაქარიაძემ შემდეგ 4 ნომერმა გიორგი ჟვანიამ დაარტყა კარის მმართველები და ხარიხა მიხსნა მარგო ჰოთელის კარი გაცვალეს ძალიან საინტერესო მომენტები როგორც ერთი ისე მეორე მოთამაშეებმა თუმცა განსხვავება ის არის რომ მარგო ჰოთელის ძალიან კარგი გააზრებულ შეტევა დასრულდა გოლით აქ ისევ შეტევაში არის მარგო ჰოთელი მიხეილ ურჩუხიშვილი შემოიტანა ბურთი აუტიდან დაბალი გადაცემა და აქ მეკარე ძალიან კარგად თამაშობს ამ მომენტში არ დაიბნა გაატარა ძალიან ერთი მარტივი მოძრაობით ბურთი და აქ ჯარიმდება მარგო ჰოთელის 14 ნომერი ძალიან აქტიურად ერთვება შეტევებში მარგო ჰოთელის 99 ნომერი წინა გოლშიც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლიბო გრუპი ფლანგიდან ახლა მოიფიქრებს გაიჭედა აზო კორძაძე თუმცა კარგად ამოვიდა შეტევიდან ლიბო გრუპი ჩანაფიქრი კარგი იყო რატო არ გაიქცა თავის დროზე საინტერესოა ლიბო გრუპის შემტევი საპასუხოდ მაღალი გადაცემა მაგრამ არ გადის მეკარე კარგი არის ლიბო გრუპის მეკარე ამ მომენტში გრუპის 3 ნომერი გადაცემა აზო კორძაძე ბურთით გადაცემა მარჯვენა ფლანგზე ჯუბა ფრუიძე ძალიან კარგი არის ამ მომენტში შეიძლება დაკმა და ანგარიში ხდება 1-1 უპასუხა გოლი ძალიან მალე ლიბო გრუპმა მარგო ჰოთელს და ძალიან კარგი იყო ამ მომენტში პირველ რიგში ჯუბა ფრუიძე და შემდეგ 4 ნომერმა გიორგი ჟვანიამ აქცია ეს მომენტი გოლად და თამაში იწყება ისევ თავიდან 1-1 მიმდინარეობს შეხვედრის მე-13 წუთი დაახლოებით 7 წუთი რჩება შეხვედრის პირველ ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე აქ ჯარიმას აფიქსირებს თავარი არბიტრი და ბურთით პოზიციაში არის ლიბო გრუპი ისევ მარცხენა ფლანგიდან შეტევა დარტყმა კარგი არის აქ ბექანონიკაშვილი კარგი სევი მაგრამ ისევ დაიბრუნა ბურთი ლიბო გრუპმა კარგად თამაშობს დაცვაში მარგო ჰოთელის 14 ნომერი თონიკე დევიძე საბოლოოდ აუტს მოწვის ლიბო გრუპი აითამაშეს ბურთი მათი 23 ნომერი ბურთით აქვს მას მერჩევანი პასის საერთოდ პასი დარტყმა ძალიან აქტიური არის ჯუბა ფრუიძე დღევანდელ შეხვედრაში აქ ძალიან კარგი პრესინგი ლიბო გრუპის მხრიდან აქ ვარდნა არ არის როგორც ჩანს ჯარიმა არბიტრი ამბობს რომ სუფთად ითამაშა ბურთზე მარგო ჰოთელის ერთმა დამცველმა და საბოლოოდ აუტი მოიპოვა მხოლოდ ამ მომენტიდან ლიბო გრუპმა უკნიან ისევ პრესინგზე თამაშობს მიშო ურჩუხიშვილი საუჩედებოდ კარგად შეიმაგრა ბურთი მიშო ჯუბა ფრუიძემ ისევ ისასწორდა ხო ბურთით კარგად გამოვიდა კილის გათამაშა მაგრამ საბოლოოდ ბურთი დარჩა მარგო ჰოთელი მოდნის ცენტრში ნახოთ რას მოიფიქრებს ართვის ბურთი და კარგი არის დაცვაში 14 ნომერი მარგო ჰოთელის მხრიდან აქ მიხეილ ურჩუხიშვილი კარგად გაითამაშა ბურთი მან თავის თანაგუნდელთან მაგრამ საბოლოოდ დარტყმა არ გამოვიდა არასუსტი იყო ეს დარტყმული და სრულება 7 ნომერი შევა მარგო ჰოთელის მხრიდან მოედანზე ეცოდ ლადო ჯიბლაძე შეცვლის ახაბერ გოგოხიას ნახოთ რას მოიტანს ახალი ენერგია გუნდში ნიკა ბაბაკიშვილი ბურთით გადაცემა ზუსტი იყო მაგრამ ვერ შემაგრა ბურთი ლიბო გრუპის შემტევმა დარტყმა კარის მმართველობით არაზუსტია ეს დარტყმა და საბოლოოდ მაკარიდან ოდის ცენტრში საფრთხე არ შეიძლება ასე მოთამაშის დატოვება კერძოდ საუბარი მაქვს ნიკა ზაქარიაძეზე რომელიც პატიმსარო დღეს ცოტა პასიურია შედარებით მისგან უფრო მეც ველოდებით ყოველთვის მაინც ყოველთვის საფრთხეა ნებისმიერ მომენტში როდის აფეთქდება ეს მოთამაშე არავინ არ იცის მანდა ამტკიცა წინა სეზონის მეოთხე ფინალში როდესაც გაიფორმა დუბლი და გამოთიშა ასპარეზობას სასტუმრო პულმანი თან გადაცემა ბურთს ფლობს მარგო ჰოთელი არ გამოვიდა კედელი ნიკა ზაქარიაძე გადაცემა კარგად გაითამაშეს მოდის ცენტრში ნახოთ რას მოიფიქრებს მათი 23 ნომერი ძალიან ცუდი გადაწყვეტილება და 2-1-ზე არის შეტევა და რაღაც თქმა უნდა ესეც შესემას არავინ არ აპატიებს არც ერთ გუნდს და არ აპატიებს პროლიგში ესეთი გამოსილი მოთამაშე როგორც არის
მიხეილ ურჩუხიშვილი შემოვიდა გუნდის კაპიტანი მოვიდა და გაიტანა თქვა მან თავის სარკველი ვნახოთ ეხლა უფრო საინტერესო თამაში წავა რაღა თქმა უნდა საინტერესო თამაში არის ფეხბურთის შეცდომა და ყველაფერი შეიძლება მთელი შრომა ჩაიყაროს წყალში და სწორედ ეს დაემართა ეხლა ლიბო გრუპს 2-1 დაწინაურდა მარგო ჰოტელი აქ ძალიან ცუდად დაარტყა ლიბო გრუპის 4 ნომერმა საბოლოოდ მაინც მოიგერია მეკარემ მაინც გაჭიროეთ მაგრამ მაინც კარგი იყო ბექა ნონიკაშვილი ამ მომენტში ისევ ლიბო გრუპი ბურთით და გააქტიურდეს ნიკა ზაქარიაძე აქ გადაცემა ჩანაფილი კარგი იყო მაგრამ არ გავიდა საბოლოოდ ასყვეტა და ბურთი მიდის ლიბო გრუპის მეკარემ და სწორედ ისაა ბურთით ნიკა ბაბაკიშვილი ახლა რას მოიფიქრებს გადაცემა მასხნა ფლანგზე მარჯვენა შეიცვალა შეტევის ფლანგი მარჯვენა ფლანგი და კარგი არის ლიბო გრუპის 4 ნომერი და ისევ 2-1-ზე არიან შეტევაში ახლა მარგო ჰოტელის მოთამაშეები მათი 22 ნომერი დარტყმა კარის მარტულებით სერვი გახდება მეგობრებო სასაული ამ მომენტის თავარი გმირი ნიკა ბაბაკიშვილი და შემდეგ მიშო ურჩუხიშვილის ცდილობდა დუბლის გაფორმებას მაგრამ ახლა უკვე ხარიხამ ლიბო გრუპის კარი იხსნა მაგრამ გენიალურად ითამაშა ამ მომენტში ნიკა ბაბაკიშვილმა ორი სეივი ზედაც სასწაული იყო უბრალოდ ამ ტურის ერთ-ერთი მთავარი ჰაილაიტი იქნება რა თქმა უნდა ეს მომენტი შემდეგ ოსაბასხო დარტყმა ლიბო გრუპის მხრიდან მაგრამ არაზუსტი ისევ მიშო ურჩუხიშვილი ვერ გაერკვენ სიტუაციაში ის და მისი თანაგუნდელი საბოლოოდ მაინც პრესინგზე კარგად თამაშობს მარგო ჰოტელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს უკვე ლიბო გრუპი მიხეილ ურჩუხიშვილი შემაგრა ბურთი მოენის კიდესთან ჩაწოდება არ გამოვიდა ფეხებში ვაცილობდა ბურთის გაძვრენას მაგრამ მიუხვდა მას მის ჩანაფიქრს მიუხვდა მეტოქე ძალიან კარგი მოძრაობებით ლიბო გრუპის 3 ნომერი გადაცემა ხელზე აპელირებენ არ არის გამოჩნდა კიდევაც ცირეთ მიდებული ქონდა მას ხელი სხეულზე არ იყო ის ხელოვნურად გადებულია ჯარიმა მაგრამ უპირატესობას ფლობს ლიბო გრუპი დარტყმა დაიწყო საუბრობი მეგობრებო ნიკა ზაქარიაძე გაისროლა მაინც აიღო თავის თავზე გუნდის კაპიტანმა და 2-2 ხდება ანგარიში საინტერესო ძალიან საინტერესო თამაში ძალიან კარგი პირველ ტაიმს ვადევნებ თვალყურს პირველ ტაიმის დასრულებამდე დარჩა დაახლოებით 2 წუთი და ძალიან კარგი პირველი ნახევარი რომელშიც უკვე 4 გოლი ვიხილეთ და ძალიან კარგი გოლები რაც თავარია მეორე სათამაშო ის იდეალური გახსნა მეც ნაკლებს არც ველოდით ამ გუნდებისგან ანგარიში საყაიმოა 2-2 ეკანონიკაშვილი ბურთით შემდეგ მარგო ჰოტელის 19 ნომერი ზურა ვარდუაშვილი ცდილობდა იქ გადაცემის გაკეთებას მაგრამ ჩაიჭრა საბოლოოდ მაინც პოზიციით მარგო ჰოტელი შემოიტანეს ბურთი აუტიდან ძელი გადაცემა არ გადის ჩაიჭრა ლიბო გრუპის მხრიდან ნიკა ზაქარიაძე მოენის ცენტრში დაუტოვა გიორგი ჟვანიას ბურთი ფლანგი შემდეგ შეიცვალა შეტევის ფლანგი 23 ნომერი ახლა ბურთით ნიკა ზაქარიაძე იხსნება შეიმაგრა ბურთი კარგი გადაცემა შეიძლება დარტყმა პასი და ანგარიში ბრავო ყველაფერი კარგი იყო და როგორ კარგად გაერკვა სიტუაციაში კვლავ ნიკა ზაქარიაძე სწორედ მას მიუძღვის თავარი წვლილი ამ შეტევის ბოლოდ გარდასახვაში და ბრავო გენიალური იყო ეს ყველაფერი 3-2 დაწინაურდა პირველ ტაიმის მიწურულს ლიბო გრუპი ჯერ იგებდა ეს გუნდი შემდეგ აგებდა ახლა ისევ იგებს ძალიან საინტერესო თამაში და იდეალური როგორც გულშემატკივრების ასევე ნეიტრალური მაყურებლისთვის ისე მარგო ჰოტელი კარგი გადაცემა კარგი გათამაშება დარტყმა და 3-3 მეგობრებო სასწაული თამაში არის ნამდვილად გატანი გოლის ავტორი მარგო ჰოტელის 13 ნომერი კახაბერ გოგოხია და ძალიან კარგი იყო ეს კედელი რომელიც გაეთამაშეს მარგო ჰოტელის მოთამაშეება ანგარიში კი ისევ საყაიმო ამჯერად უკვე 3-3 ლიბო გრუპი იწყებს შემდეგ შეტევას შორეული გასვლა ძალიან საფრთხო იყო ეს დარტყმა თითქოს აკონტროლებდა სიტუაციას ეკანონიკაშვილი
თუმცა მაინც აღიფათო იყო ეს დარტყმული. მოვედი ცენტრში მარგო ჰოთელი. მან წებენ პოზიციურ შეტევას, კარგი გათამაშება, კარგი არის. კედელი საბოლოოდ დარტყმას ცდილობდა მარგო ჰოთელის 7 ნომერი. კერძო ლადო ჯიბლაძე საბოლოოდ ასკლეტან მან მოპოვა. კუთხური. კიდევ ერთი გათამაშება დარტყმა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო ეს დარტყმული. ახლა უკვე ბურთით ნიკა ბაბაკიშვილი. გრუპის მეკარე. ოფსები ბურთს და გამიწაზე ნახოთ რას მოგიქრებს გადაცემა. ჯუბა ფრუიძეზე, ცხენ ფლანგიდან ცდილობს ლიბო გრუპი შეტევის განვითარებას, დაიკარგა საბოლოოდ ბურთი უწყნარ სიტუაციაში, მაგრამ დაიბრუნეს მალევე. ძალიან კარგად დააპრესინგეს მათ. მეტოქიეს არ არის ჯარიმა, კარგი არის. მარგო ჰოთელის 2 ნომერი დარტყმა, მაგრამ კარგი არის აჯობა მომენტში მარგო ჰოთელის 2 ნომერს ნიკა ბაბაკიშვილმა. ეცებში შუაში წავიდა ეს დარტყმული, მაგრამ მაინც აღფათო იყო რა თქმა უნდა. ისე ნიკა ბაბაკიშვილი ბურთით. მოვიდეს ცენტრში იკარგება ისევ ბურთი და ჯარიმა როგორც ჩანს პრესინგზე. ჯარიმდება. მარგო ჰოთელი ნიკა ზაქარიაძე ძალიან კარგი გადაცემა თუ მიასწრებს. ლიბო გრუპის 4 ნომერი, ოთამძოლოს ნიკა ზაქარიაძე ვერ შემაგრა ბურთი. და მარჯვენა ფლანგიდან გაექცა, თორე ბურთი კი გაექცა მარგო ჰოთელის მოთამაშეს. როგორც ჩანს დაამატა რამდენიმე წუთი. ფაურმა არბიტრმა პირველ ტაიმს. ჯუბა ფრუიძე, ბოლო წუთი მიმდინარეობს, როგორც ჩანს. აქ ჯარიმა, ასო კორძაძეზე ჯარიმდებიან. მარგო ჰოთელის მოთამაშეები. ძელი გადაცემა კარგი არის, მაგრამ ვერ მოახერხა ბურთის დამორჩილება, მაგრამ ნიკა ზაქარიაძე ბურთით და გააჩერა მთავარმა არბიტრმა თამაში. ტრავმირებული არის ლიბო გრუპის 4 ნომერი გიორგი ჟვანია. აუჭირდება თუ არა მას სამედიცინო დახმარება, არა წამოდგა ახერხებს თამაშის გაგრძელებას. საბოლოოდ ჯარიმა არ იყო როგორც ჩანს ამ მომენტში. და საბოლოოდ ბურთით სადაუს დაუგდებს ბურთს. ზაქარიაძე რომელმაც ფერპლეის პრინციპით ისარგებლა და მიაწოდა ბურთი მარგო ჰოთელის მეკარეს. პრესინგი ძალიან კარგად ამოდის. პრესინგზე ლიბო გრუპი აქ ასკლეტა, მაგრამ კარგად წავიდა ბურთი, მაგრამ ძალიან სუსტი იყო და დაასრულა პირველი ტაიმი. თორმა არბიტრმა შევისწავლოთ რამდენიმე წუთი და დაგიბრუნდებით ისევ რეპორტაჟით. ასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით. რაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ლიბო გრუპის და მარგო ჰოთელის გუნდები. ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი შემოგთავაზეს გუნდებმა. ანგარიში არის საყაიმო 3-3 და ერთი მეორეზე უკეთესი და ლამაზი გოლები გაიტანეს გუნდის მოთამაშეებმა. ნახოთ რა შემოგთავაზებენ გუნდები მეორე ტაიმში. ბურთით ლიბო გრუპი სწორედ მან შეიყვანეს ბურთით თამაში, გრძელი გადაცემა. კარგი ნიკა ბაბაკიშვილი, კარგი დაგდება, შეიძლება დარტყმა და ისევ ხარიხა. ისევ საინტერესო დაიწყო შეხვედრის მეორე ტაიმი და ისევ ხარიხა. ეს არის უკვე მესამე ხარიხა თამაში თუ არ ვწდები, მინიმუმ 2 უკვე იყო ისევ გრძელი გადაცემა საკუთარ, მაგრამ არ უზუსტია ნიკა ბაბაკიშვილი შემაგრა ბურთი. ნიკა ზაქარიაძე მოვიდეს ცენტრში, გაეგდო ბურთი მას მარცხენა ფიხით შეუძლია და ძალიან ცუდი გადაცემა, მაგრამ ეხა უკვე საფასურო შეტევაში მოდის მარგო ჰოთელი და თქმა კარგია ნიკა ბაბაკიშვილი დამატება და ისევ კარგია. ბრავო. გენიალური მეორე ორმაგისეები და წინა გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ ეს არ იყო ნაკლები რა თქმა უნდა, აქ არასოდეს გადაცემა. ხო, ამ თამაში მიხედავთ ისე რომ არის გასული 6 გოლი, გვაქვს 1 ძელი და 3 ხარიხა. ესეც საინტერესო არის. და მინიმუმ ამით შეგიძლიათ ივარაუდოთ, ვინც არ უყურებთ ამ შეხვედრას, რამდენ საინტერესო შეხვედრა არის. შეხვედრა იმართება ამ წუთებში. პოზიციურ შეტევაზე ლიბო გრუპი. ნიკა ბაბაკიშვილი ანიშნებს თავის დამგუნდებს რომ ამოიწიონ, მოდის საჭი გადაცემა. აქ თავისუფალი სივრცე აქვს ძალიან დიდი. ლიბო გრუპს კარგი დაგდება ნიკა ზაქარიაძეზე, მაგრამ იმოჩი გააკეთა ნიკა ზაქარიაძემ პასი, როდესაც მის თანაგუნდელი ჯუბა ფრუიძე
ჯვაფრუიძემ გადადგა ნაბიჯი უკან საბოლოოდ ეგრე აიყვნა ის სიტუაციაში და ახლა უკვე აუცილებლად მარგო ჰოტელი მოდის ცენტრში გადაცემა კარგად შეიმაგრა ბურთი ახლა ფორვარდმა კარგი ჩანაფიქრი იყო მაგრამ დაიბლოკა ჯვაფრუიძე არის ისევ კარგია მომენტში საბოლოოდ კვლავ აუტი და ბურთით კვლავ მარგო ჰოტელი მოდის ცენტრში კარგი სრულ მოძრაობები თუმცა უკვე ისევ ჯვაფრუიძემ გადაუშვა მარგო ჰოტელის მე-13 ნომერი ნიკა ზაქარიაძე მაღალი გადაცემა კარგი გათამაშება და მცირე მანძილით ხდება ბურთი კარჯობდა აქ მარცხენა ფეხით დაერწყა ალბათ თუმცა მოენის გარედან ყოველთვის მარტივი არის საუბარი არავის რა ხდება მოთამაშეების გულში მაშინ როდესაც ისინი მოედანზე არიან იბო გრუპის ჩვენი ნომერი აქტიურობდა მომენტში ეკანონიკაშვილი გრძელი გადაცემა ისევ 17 ნომერი სწორედ ჩაჭრა ეს გადაცემა მაგრამ საფასხო ძალიან ცუდი გადაცემა ეს თამაშწესების დარღვევა არის თუმცა იყო მანავე თამაშწესების დარღვევა მოიყარა ბურთი საბოლოოდ და ჩარიმა საფასხოდ მიიღო კარშლი იბო გრუპი მაგრამ ძალიან მცირე დრო იყო თითქოს გასული უპირატესობიდან რომელიც მისცა თავარმა არბიტრმა იბო გრუპს მაგრამ საინტერესოა არბიტრის გადაწყვეტილება ყოველთვის შეუვალია და ვერავინ შეცვლის რა თქმა უნდა ამიტომ ჩარიმას დაარტყავს ჩარიმას შეასრულებს მარგო ჰოტელი ნახოთ რას მოიფიქრებენ გამორბენი საინტერესოა რა მოიფიქრეს გათამაშება დარტყმა კარგი არის ესეო კაბაბაკიშვილი მარგო ჰოტელის 17 ნომერი ბურთით ზალზამუკაშვილი ისე უკან მოუწიათ ბურთის დახევა როგორი ტექნიკური არის აქ მარგო ჰოტელის 99 ნომერი კარგი გათამაშება აბალ გადაცემას აკეთებდა გამჭოლს საჯარიმოში როგორც საჯარიმოში მათი მარგო ჰოტელის ნომერი მაგრამ არ გავიდა საბოლოოდ კიდევ ერთი დარტყმის მცდელობა ზურა ვარდუაშვილიძე რომელიც ამაში საკმაოდ კარგი იყო და ძალიან ლამაზად ჩამოიშორა მის მეტოქე საბოლოოდ აუტი როცა გადის ბურთი და აუტს მოაწვის მარგო ჰოტელი გადაცემა მარცხენა ფლანგზე კარგი არის მარგო ჰოტელის 13 ნომერი მაგრამ დაიკარგა ბურთი და ზაქარიაძე და ხელი თამაში რა თქმა უნდა გადაცემის აკეთების მომენტში ბურთი ხდება ხელზე მარგო ჰოტელის ერთ მოთამაშე და ეს არ არის 11 მეტრიანი როგორ ჩანს ნუ არც ითხოვენ არც აპროტესტებენ ამ მომენტს საავადმყოფოდ იბო გრუპის მოთამაშეებს დაინახეს რომ თამაშის წესების დარღვევა ცოცხლის თამაში მოხდა გერმოს გარეთ ნახოთ რას მოიფიქრებს იბო გრუპი გათამაშეს დარტყმა არის მართლაც მინდიოდა ბურთი რომ არა მარგო ჰოტელის 13 და 7 ნომერი მოთამაშეების კოლექტიურად კარგი დაცვა საბოლოოდ კუთხურიდან გაათამაშეს ბურთი იბო გრუპის მოთამაშეებმა დარტყმა მაგრამ ბურთი ხდება კვლავ მარგო ჰოტელის მოთამაშე და ისევ აუტი სრულინება 30 ნომერი მარგო ჰოტელის მხრიდან ჩამოედანზე ხოჩა იასაღაშვილი და მოედანს ტოვებს 2 ნომერი თემურ ვარდუაშვილი გრუპი ბურთით აუტანა თამაშობენ ისინი ბურთს მათი 23 ნომერი ბურთით ილია გორდაძე გადაცემა ჯუბაფრუიძეზე კვლავის არის ბურთით კარგად ცდილობდა ტექნიკურად ბურთის დამორჩილებას ნიკა ზაქარიაძე მაგრამ არ გამოვიდა კვლავის არის ბურთი მოედის ცენტრში კარგი იყო მარგო ჰოტელის შემთხვევაში მაგრამ არ არის როგორც ჩანს თამაშწესების დარღვევა მასზე ჯუბაფრუიძე ერჩეხებით გრძელი გადაცემა წლის მიწდა ის თამაშა თავით ბურთზე იბო გრუპის შემტევა საბასხოდ გრძელი გადაცემა მაგრამ კვლავ არ უზრდ კვლავ იბო გრუპი არის პოზიციით მარცხენა ფლანგიდან შეტევანი კარგი იყო ეს გათამაშება ნიკა ზაქარიაძეს მარცხენა ფეხზე ქონდა ბურთი დაარტყმდა მაგრამ არაზუსტი იყო ეს დარტყმა მისი უფრო ძლიერი დარტყმით გვინახავს და ნახეთ კიდევაც პირველ ტაიმში როდესაც მან კოდაქცია ეს დარტყმული მოდის ცენტრში იბო გრუპი მარგო ჰოტელი ბურთით გადაცემა ჩვენი ნომერზე ვერ გაიყვა სიტუაციაში ზალზამუკაშვილი საბოლოოდ თქოს აიკარ ბურთი მაგრამ ბურთი მაინც მარგო ჰოტელი აქვს თავი თამაში მაგრამ კვლავ არ დაიბნა და ბაბაკიშვილი იბო გრუპის მეკარე შეასწორეთ ისე ბურთით მარჯვენა ფლანგიდან
დელიკატაცემა ეს არ გავა რა თქმა უნდა ნიკა ზაქარიაძეზე. საბოლოოდ ბურთით მარგო ჰოთელი. 99 ნომერი ზურა ვარდუაშვილი. ეს არის ბურთით. კარგად შეიმაგრა ბურთი, ძელი გადაცემის ხდება, მაგრამ არ გადის. ეს გადაცემა საბოლოოდ პავლიბო გრუპი. დაეცა თამაშის ტემპი რა თქმა უნდა, პირველ ტაიმი გაცილებით უფრო აქტიური იყო, მეორე ტაიმი ასევე აქტიურად დაიწყო ნიკა ზაქარიაძე მანამდე. აქ ბურთით კარგი გადაცემა! ჯუბა პრუვიძე ურტყავდა. არიდან და კარგად გაერკვა აქ სიტუაციაში. ეკანონიკაშვილი აქ აწავესილობდა თამაშს. არ გქონდა ჩვენი ნომერი, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი საბოლოოდ დატოვა. თამაშის ფარგლები დარტყმა კარიდან. ნიკა ბაბაკიშვილმა შემოიტანა თამაში. გარისკავენი ხა ისე როგორც შეძლო გაერკვა პირველ ტაიმში. და სასწორზე თამაშის ბედიდებს და ვინაიდან გარშევ საყაიმო 3-3. ერთხელ გახსენებთ. დაახლოებით 8 წუთი გავიდა მეორე ტაიმის დარჩენია დაახლოებით 12 წუთი. გახსენებთ ამ ტურნირზე ტაიმები არის 20 წუთიანი ნიკა ზაქარიაძე 2-2-ზე არის შეტევა გადაცემა კარგი არის დარტყმა და შეაგდო ლიბო გრუპმა 4-3 ხდება ანგარიში ძალიან კარგად გაითამაშეს და ისევ აქტიური იყო მომენტში ნიკოლოზ ზაქარიაძე საბოლოოდ ეს მომენტი გოლად აქცია ლიბო გრუპის 23-მა ნომერმა ილია გორდაძემ ახლა უფრო დაიძაბება შეხვედრა რა თქმა უნდა და მარგო ჰოტელი პირველ რიგში უნდა იყოს ამის ინიციატორი უნდა დააქტიურდნენ უფრო უნდა თამაშის გადარჩენა ლიბო გრუპის 8 ნომერი შედის მოედანზე ნიკა თაზიაშვილი და მან შეცვალა თამაშის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე ჯუბა პრუვიძე მარგო ჰოტელი შეტევაში და საინტერესოა მალევე უპასუხა გოლით მარგო ჰოტელმა და გატანი გოლის ავტორი არის 17 ნომერი ზალ ზამუკაშვილი. კარგი იყო მალევე აღადგინა წონასწორობა. დავიხმაროთ მეტაფორა რაღაც დაიწონასავით მიდის მიმდინარეობს ეს თამაში. მოიპოვებს უპირატესობას ერთი გუნდი, შემდეგ წამოეწევა მეორე გუნდი, შემდეგ გუნდის უკანასკნელი გუნდი გავაწინ. შემდეგ კლავ დათოვებინა უპირატესობას და შემდეგ და კარგი იყო მომენტში ახლად შემოსული მიხეილ ურჩიხიშვილი, გუნდის კაპიტანი მარკო ჰოტელის მხრიდან, მაგრამ მეკარე ეს კლავ კარგი არის. კიდევ ერთი საფეხბურთო გაასროლა, მაგრამ საბოლოოდ ბურთი აისკენ არ წავიდა და ახმა კარიდან. ნიკა ბაბაკიშვილი შეიყვანა ბურთი თამაში დაკარგა ლიბოკურმა ბურთი საბოლოოდ მარგო ჰოტელი 19 ბურთი კარგი გაცემა შეურჩიხიშვილზე მაგრამ ვერ შეიმაგრა ბურთი ამ მომენტში მიხეილმა და დაიკარგა ბურთი საბოლოოდ ლიბო გრუპი მოვიდის ცენტრში პატიობე შეცდომის აქ და როგორი მიუტოვება შეცდომა დაუშვა ეხა ლიბო გრუპის მოთამაშემ და როგორ ვერ იხეირა ამ მომენტში მიშა ურჩიხიშვილმა ისევ მარგო ჰოტელი დარტყმა არის მარტივი მაგრამ არაზუსტი იყო ნაკლებად საფეხბურთო ახლა უკვე კარგი არის ლიბო გრუპის 4 ნომერი კარგი ჩანაფიქრი იყო ნიკა ზაქარიაძე მაგრამ საბოლოოდ დაიკარგა ბურთი მალევე დაიბრუნეს ბურთი მაგრამ გაექცა მოდის ფარგლებს გარეთ და აუტი რომელსაც მოდის მარგო ჰოტელის 19 ნომერი ზურა ვარდუაშვილი განსაკუთრებით გოლის ავტორი ბურთით და ხაზიდან ძალიან საფეხბურთო იყო ეს ფორმა მაგრამ საბოლოოდ მაინც არ დასრულა კარგი არის სავალალოდ მეორე სართულზე ორთაბძოლა ძალიან კარგი არის შეურჩიხიშვილი სამ მოთამაშეში გაერმა და საბოლოოდ მეკარე სამ ზური გახდა ეს მოთამაშე ეხა უკვე სწრაფ გერში იწყებს ლიბო გრუპი კარგი არის დაცვაში ზურა ვარდუაშვილი და ცვლილება 29 ნომერი აზო კორძაძე ბრუნდება მოედანზე ლიბო გრუპის რიგებში და შეცვალა მან 17 ნომერი გიორგი ბრეგვაძე. ყავისინი არიან ბურთით, გადაცემა მონის ცენტრში არაზუსტი არის, კარგი არის ზურა ვარდუაშვილი. ძალიან საიმედო დღეს ზურა ვარდუაშვილი. მარგო ჰოტელის დაცვის რიგებში.
დაახლოებით 8 წუთი რჩება ძირითადი დროის დასრულებამდე. კარგო ჰოტელის 13 ნომერი მიხეილ ჭიხშვილი ბურთით კვლავმაზე გადაცემა და გენიალური გათამაშება. ძალიან კარგი იყო ამ მომენტში. მიშა ორჩიხიშვილი ძალიან კარგი გამოზომილი გადაცემა. და დუბლს იფორმებს უკვე მარგო ჰოტელის 13 ნომერი. ახაბერ გოგოხია. ლიბო გრუპი იყო ახლა შეტევაში. საბოლოოდ დარტყმის შემდეგ აისლა ბურთი აუტი. მარჯვენა ფლანგიდან ვითარდება. ცდილობენ შეტევის წამოწყებას. ლიბო გრუპის მოთამაშეები ნიკა ზაქარიაძე კარგად ჩამოიშორა მან მეტოქი კიდევ ერთი მოძრაობა შეიძლება დარტყმა კარის მართულებით. ასხოტაშვილი ნომისგან საბოლოოდ ბურთით ბექა ნონიკაშვილი კარგად მოშეტევაში მარგო ჰოტელი მაგრამ დაიკარგა აქვე ბურთი ახლა უკვე ლიბო გრუპი 4 ნომერი ბურთით გადაცემა აზო კორძაძეზე არ გადის საბოლოოდ აუტი ის მათი 4 ნომერი გიორგი ჟვანია კлау 3 ნომერი ბურთი ილია გორდაძე ნახოთ გაიწორებს თვარი საფრთხე ვერ გაიწორა აზო კორძაძე ბურთით გადაცემა სანაგუნდელზე კлау აზო არის ბურთის მათი 4 ნომერი ახლა შეიძლება დარტყმა კარის მართულებით მაგრამ არ გადის ეს დარტყმული საბოლოოდ ბურთს არ დაუტოვებია მოდის ფარგლები და მეორე სართულზე კარგი იყო იბო გრუპი აზო კორძაძე გადაცემა 3 ნომერზე აქეთ შეიცვალა შეტევის ფლანგი მარცხენა ფლანგიდან ვითარდება შეტევა კარგი მოძრაობები კარგი გათამაშება თამაშარ არის ბურთი გარის ნიკა ზაქარიაძე და შეაგდო კлау იბო გრუპმა ძალიან კარგი იყო მომენტში ნიკა ზაქარიაძე გაერკვა სიტუაციაში და დუბლი მის ანგარიშზე ამაზე ვსაუბრობ მეგობრებო ანგარიში უკვე არის 5-5 5-5 პირველ ტაიმის შედეგი იყო 3-3 მეორე ტაიმი თითქოს უფრო პასიური იყო მაგრამ მეორე ტაიმის შედეგი უკვე არის 2-2 და საბოლოოდ ყაიმი 5-5 და შეხვედრის დასრულებამდე დარჩა დაახლოებით 6 წუთი ნახოთ გარისკამით ვარ გუნდები დარტყმა კარის მართულით არის თუმცა დარტყმამდე როგორც ჩანს გაერცა მარგო ჰოტელის 17 ნომერს ზალზამუკაშვილის ბურთი საბოლოოდ აზო კორძაძე ბურთით გადაცემა 4 ნომერზე მოახერხა მაინც დარტყმა კარის მართულებით მაგრამ არაზუსტი იყო ეს დარტყმა ზემოდან გადაუარა ბურთმა კარს საბოლოოდ ბექა ნონიკაშვილი მარცხენა ფლანგიდან ვითარდება მარგო ჰოტელის შეტევა მიცენტრში გადაცემა 17 ნომერზე ზალზამუკაშვილმა გადაწოდა თავის ანგულების ბურთი მიხეილ ურჩხიშვილი არაზუსტი გადაცემა საბოლოოდ ბურთი დაიკარგა ლიბო გრუპი მოდის შეტევაში ვერ მიწდა ბურთს ბოლო მომენტში დარტყმა საბოლოოდ ბურთი მივიდა მიხეილ ურჩხიშვილის დარტყმა და შეეხო ლიბო გრუპის მოთამაშეს ბურთი საბოლოოდ კუთხური ნახოთ რას მოიფიქრებს მათი 17 ნომერი ზალზამუკაშვილი ძალიან ცუდი გადაცემა და კარგი არის არტონაზე ლიბო გრუპის 23 ნომერი ილია გორდაძე თავად გადაწყვიტა მომის გამწვავა მაგრამ საბოლოოდ კარგად დაუხდა მარგო ჰოტელის მცველი მას საბოლოოდ ბურთით მაინც ისინი არიან შემოიტანეს აუტიდან ბურთი დარტყმა და კიდევ ერთი ძელი ძელმა იხსნა ეხა მარგო ჰოტელი გაშობულ გოლს 4 ნომერი იყო ლიბო გრუპის მხრიდან აქტიური გიორგი ჟვანია და ზოგადად ძალიან აქტიური არის თამაშთა მოთამაშეები სტაბილურად ძალიან კარგ თამაშს ატარებენ რთული არის რომელიმე წუნის პოვნა ყველა სტაბილურად კარგად თამაშობს ორივე გუნდში და ფაქტიც ახეზია როლში ანგარიში დარტყმა ასხლდა შემდეგ მიხეილ ურჩხიშვილი ვერ შემაგრა ბურთი კлау ლიბო გრუპის 23 ნომერი აქტიური არის უკან საბოლოოდ გადაცემა აზო კორძაძე ლიბო გრუპის 24 ნომერი ნიკა ზაქარიაძე ის კაპიტანი საბოლოოდ გადაცემა ანიკა ბაბაკიშვილზე გრძელი გადაცემა მისი მხრიდან მაგრამ არასუსტი არის და საბოლოოდ დატოვა მოენის ფარგლები ბურთმა აუტი იქნება მომენტში და დაახლოებით 3 წუთი ნახევარი რჩება ძირითადი დროის დასრულებამდე ძალიან არასუსტი გადაცემა მოენის ცენტრში ნიკა ზაქარიაძე გადაცემა 4 ნომერზე დარტყმა და ფანტასტიკური სეივი ბრავო ბექა ნონიკაშვილს ძალიან კარგი სეივი განახორციელა მან იხსნა საფრთხე გუნდი შემდეგ მოგერიება და ბურთი კიდე სწავლებს საბოლოოდ ლიბო გრუპის მოთამაშისგან და დარტყმა კარიდან სრულდება მარგო ჰოტელის რიგებში 13 ნომერი შედის მოედანზე ეს გახლავთ კახაბერ გოგოხია იგი ცვლის 17 ნომერს ჯუბა ფრუიტეც დაბრუნდა მოედანზე
კარი გადაცემა მარგო ჰოტელის მხრიდან დარტყმა კარის მმართველები და მოიგერია ეს დარტყმული ნიკა ბაბაკიშვილმა საბოლოოდ ბურთის არ დაუტოვია მომენტის ფარგლები ისევ და კვლავ მარგო ჰოტელი ბურთით შორჩუხიშვილი ვერ შემაგრა ბურთი და საბოლოოდ დარტყმა კარიდან ნახოთ საინტერესო იქნება უკანასკნელი წუთები ამ შეხვედრის აქ ვერ შემაგრა ბურთი მოგრობის მათამაში მაგრამ საბოლოოდ არასოდეს გადაცემა მარგო ჰოტელის მხრიდან არასოდეს გადაცემით უპასუხა მარგო ჰოტელმა კიდევ ერთი არასოდეს გადაცემა კიდევ არასოდეს გადაცემა ხო რაც უფრო მეტი დრო გადის დაიწყო დაღლა მოთამაშეებს და არასოდეს გადაცემაც იმატაკ ჯარნას გავაკეთოს მაგრამ არბიტრი მიჩნევს რა არის თამაშის წესების დარღვევა საბოლოოდ მარგო ჰოტელის 3 ნომერი გადაცემა ზურაბ ვარდიაშვილზე ყვავის არის ახლა ბურთი იწყებს პოზიციურ შეტევას ნახოთ რას მეკრეს მოიცეში გადაცემა შეიმაგრა ბურთი მოენის ცენტრში მარგო ჰოტელის 2 ნომერმა კარგად თამაშობენ მასზე პრესინგს კარგია სამომენტში 23 ნომერი დარტყმა და მეკარე კარგი არის ბექანონიკაშვილი ამ მომენტში შემდეგ ძელი გადაცემა მიშა ორჯოხიშვილზე მიიღო თითქოს ბურთი მაგრამ ვერ დაამუშავა კარგად საბოლოოდ ნიკა ზაქარიძემ შეუშალა ხელი ამ მომენტში და კუთხური სამერტ ყოველდღიურია საკუთრებულ მინი ფეხბურთში ძალიან ცუდი გადაცემა და 3-2-ზე არიან შეტევაში ლიბოგრის მოთამაშეები შეიძლება სიტუაციის გამწვავებად 23 ნომერი ჩარბენა მაგრამ კარგი არის დაზღვევაზე მარგო ჰოტელის ნომერი 2 შეტევა მიხეილ ორჩუხიშვილი და ბრავო რა ბურთი მოიგერია აქ ლიბოგრობის მეკარე ნიკა ბაბაკიშვილი არ ვიცი გბირი არის ამ მომენტში და შეიძლება თამაშიც კი ძალიან ბევრი სევი აქვს მას უკვე კიდევ ერთი გათამაშება მარგო ჰოტელის მხრიდან დარტყმა კუთხურდა კარგად გაითამაშეს ბურთი მიხეილ ორჩუხიშვილი აკეთებდა გადაცემას ისან გულზე 14 ნომერზე თორიკე დევიძეს მაგრამ უკანასკნელი მოხარ კარგად ბურთი დამუშავა დარტყმა მიხეილ ორჩუხიშვილი კვლავ ბურთით გადაცემა კარგი ჩანაფიქრი იყო მაგრამ კარგი არის ამაში აზეკოძე და საბოლოოდ საფასხო შეტევა ვერ შეიმაგრა ბურთი ჯუბა პრუიძემ საბოლოოდ ბურთით მარგო და ხედავთ როგორ ამხევენ მარგო ჰოტელის გულშემატკივრები მოთამაშეებს მარგო ჰოტელი ბურთით 2 ნომერი დარტყმა და კარგი არის დაცვაში ჯუბა პრუიძე საბოლოოდ კუთხური ჩაიჭრა ეს გადაცემა ნიკა ზაქარიაძე კარგი იყო ამაში 2-2-ზე მიდის შეტევა ნახოთ რას მოიფიქრებს დარტყმა დაიბო კлау ჯუბა პრუიძე ბურთით ნიკა ზაქარიაძე შეიძლება აქ დარტყმა კлау ჯუბა პრუიძე კარგი გადაცემა და ახლა უკვე ბექანონიკაშვილი გმირი მარგო ჰოტელის რიგებში საბოლოოდ ჯარიმა დარღვევა თამაშის წესების მარგო ჰოტელის 3 ნომერს და ანუ არ ვიცი ფაქტია რომ გენიალური თამაში არის პროექტ შეძნა ვთქვათ გამომდინარე იქიდან რომ ჯერ მარტო 5-5 არის ანგარიში ორჯერ მოხდა ძელს სამჯერ ხარიხას მაგრამ მივადანო თვალყური ამ მომენტს კარგი იყო ჩანაფიქრი თუმცა არ გავიდა ეს გადაცემა მიხეილ ორჩუხიშვილზე რომელსაც ახორციელებდა ზურაბ ვარდიაშვილი საბოლოოდ მოგრობის ბურთით ხო რაც არ მოხდეს მეკარეები არის ჩემი პირადად ჩემი სუბიექტური აზრი არის ესეთი რომ ნუ მეკარეების თამაში ყველაზე დასაფასებელი არის ამ შეხვედრაში ახლა ერთ-ერთი ბოლო შეტევა მიმდინარეობს იბოგრობის მხრიდან დარტყმა საბოლოოდ აი ეს ხიტა ბურთი მარგო ჰოტელის ერთ-ერთი მოთამაშისგან და ბურთით ნიკა ბაბაკიშვილი იბოგრობის მეკარე გადაცემა 23 ნომერზე ილია გორდაძე ბურთი ძალიან ცუდი გადაცემა ჯუბა პრუიძეზე და საბოლოოდ აუტი რომელსაც მოდის მარგო ჰოტელი კარგად შეიმაგრა ბურთი მათმა 2 ნომერმა მაგრამ კარგი არის დაცვაში ლიბროგრუპის 23 ნომერი თავგანწირვით იბრძვის შეიმაგრა მაინც ბურთები გადაცემა საჭირო და დარტყმა დასრულდა ეს შეხვედრა დასრულდა ანგარიში 5-5-დან ნამდვილად რთული არის თუ ვინ იქნება იმის გამოვლენა თუ ვინ არის MVP აღნიშნულ შეხვედრაში ნახოთ ვის არჩევენ თამაშის დელეგატები MVP-თ და საბოლოოდ იყო გადაწყვეტილება მატჩის დელეგატმა თამაშის შეხვედრის MVP ხდება წინა სეზონის საუკეთესო მეკარე არ იქნებოდა ეს გასაკვირი ბექანონიკაშვილი ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა მასაც მის გუნდსაც და არანაკლებ კარგი იყო მისი მოწინააღმდეგე გუნდი ასევე მისი მოწინააღმდეგე მეკარეც საბოლოოდ გამოვიდა იდეალური თამაში და დიდი მადლობა ორივე გუნდს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს თამაში დასრულდა ანგარიშით 5-5 შევისვენოთ ცირედით და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგი თამაშის რეპორტაჟით